პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელშეუხებლობის იმუნიტეტით ისარგებლებს ცვლილება მისი თანამდებობაზე დანიშვნის წესში კანონის დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამტკიცება პარლამენტის პრეროგატივა ხდება. პრემიერ-მინისტრი პარლამენტს 3 კანდიდატს წარუდგენს და აქედან ერთს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით აირჩევს ინსპექტორის არჩევა. 3 წლის ვადით მოხდება, ამასთან ინსპექტორი ხელშეუხებელი ხდება. დაუშვებელი იქნება მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება. მისი ბინის მანქანის სამუშაო ადგილის ამ პირადი გაჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობას პარლამენტს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, ცვლილებების ავტორი თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორია. მე ვთვლი, რომ გადაწყვეტილება ისე უნდა იქნეს მიღებული, რომ არც ერთ უწყებას არ ჰქონდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებების შესაძლებლობა და ასე ვთქვათ, კანონის მიღმა მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გასაღები უნდა ქონდეს მობილურ ოპერატორებს, აქედან გამომდინარე, რომ უფრო მეტად დაცული იქნება პროცესი, აქედან გამომდინარე და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ პოზიციას, რომ მობილურ ოპერატორებს მომდარჩეთ გასაღების ფულობის უცვლელობა. შეშვება სამართალდამცავების ინფორმაციასთან, იმ ყუთთან უნდა მოხდეს მობილურ კომპანიების მეშვეობით. მობილურ კომპანიამ უნდა გადაატრიალოს ეს გასაღები, ეს იმიტომ საჭირო, რომ აღერიცხოს ასეთი მოდელის პირობებში, როცა გასაღები არის მობილურ კომპანიასთან, კონტროლის, ასე ვთქვათ, სერიოზული ეფექტური მექანიზმი არსებობს. ჩვენ გვექნება კონტროლის მექანიზმი. თუ ეს მექანიზმი არ გვექნა, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად იგივე სისტემას ტოვებთ.